Night's Watch ღამის გუშაგი, ეს არის უძველესი სამხედრო ორდენი ჯორჯ მარტინის სამყაროში, რომლის ერთადერთი მოვალეობა ვესტეროსის ჩრდილოეთ საზღვრის გიგანტური ყინულის კედლის, The Wall დაცვა. ორდენი ათასობით წლის წინ, გრძელი ღამის Long Night, შემდეგ დაარსდა, რათა სამეფო თეთრი მოხეტიალეებისგან, White Walkers დაეცვა. გუშაგები ატარებენ მხოლოდ შავ სამოსს, რის გამოც მათ შავ ძმებს, ან კნინობითად ყვავებს უწოდებენ. ფიცის დადების შემდეგ მათ ეკრძალებათ დაქორწინება, მიწების ფლობა და შვილების გაჩენა, მათი სამსახური სიკვდილამდე გრძელდება. სერიალ სამეფო კარის თამაშებში Game of Thrones, ღამის გუშაგის სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი ღერძია. ჩვენ თვალს ვადევნებთ ორდენის ცხოვრებას Jon Snow-სა, Jon Snow და Samwell Tarly-ს, Samwell Tarly მეშვეობით. სერიალში ნაჩვენებია გუშაგების შიდა განხეთქილება, ამბოხი შავ ციხეში, Castle Black, ლეგენდარული ბრძოლა კედელთან ველურების, Wildlands, წინააღმდეგ და საბოლოოდ კედლის დაცემა ღამის მეფის მიერ. წიგნებში სამეფო კარის თამაშიდან ცეკვა დრაკონებთან ჩათვლით ორდენის სტრუქტურა და მისი დაცემა ბევრად უფრო დეტალურადაა ასახული. დეგრადაცია, თუ ძველად გუშაგობა საპატიო საქმედ ითვლებოდა და მასში დიდგვაროვნები მსახურობდნენ, აწყვაში ორდენი თითქმის განადგურებულია. კედელზე ძირითადად კრიმინალებს, გულელებსა და გაუპატიურებელებს აგზავნიან, რომელთაც სიკვდილით დასჯა შავის ჩაცმით შეუცვალეს. სამი გილდია, ორდენი მკაცრად იყოფა სამ ნაწილად, მზვერავები Rangers, რომლებიც კედლის მიღმა გადიან, მშენებლები Builders, რომლებიც კედელსა და ციხეებს აკეთებენ, და მომმარაგებლები Stewards, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვებაზე ზრუნავენ. პოლიტიკური კრიზისი. წიგნებში Jon Snow-ს მიერ ველურების კედლის სამხრეთით გადმოყვანა და სტანის ბარათეონის სამხედრო დახმარება იწვევს უდიდეს პოლიტიკურ აფეთქებას. გუშაგების კონსერვატიული ნაწილი ამას ღალატად მიიჩნევს, რაც შავ ციხეში Jon Snow-ს წინააღმდეგ მოწყობილი სისხლიანი შეთქმულებით გვირგვინდება.